მოგესალმებით. მე ხლა ვიმყოფები ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. დირსი ეს არის ახალი უბანი თბილისში, რომლის მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. რა არის დირსი? ახლა ამის შესახებ უფრო კონკრეტულად გვესაუბრება დავით ჯულაყიძე, რომელიც ჩვენთან ერთად არის. დავით, პირველ რიგში მაყურებელს მოდი უთხარით, რა არის დირსი? დირსი არის ყველაზე მასშტაბური ამიერკავკასიაში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი. მისი მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ 2 წლის წინ და ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია 11 კორპუსი. ასევე საინტერესოა დირსი თავისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული ელემენტებით, როგორც არის ბაღები, სკოლები, სავაჭრო გასართობი კომპლექსი, დიდი რეკრეაციული ზონა, რომელიც გაშლილია 150,000 კვადრატულმეტრზე და ასევე ბულვარი მტკვრის სანაპიროზე, სიგრძეში 3 კმ/ნახევრის არის ჩვენი ბულვარი. მოდი კითხავ, როგორ მდგომარეობაში ჩაბარდებათ აქ მაცხოვრებლებს თავიანთი საცხოვრებელი ბინები? ბინები იქნება სრულად გარემონტებული, იქნება ჩაშენებული სამზარეულო თავის ტექნიკით, სველი წერტილები იქნება სრულად ასევე გარემონტებული და აღჭურვილი სანტექნიკით, ასევე ცენტრალური გათბობა, ინტერნეტი, ტელევიზია, ტელეფონი იქნება გაყვანილი. ეს ყველაფერი ნოემბრის ბოლოს პირველ მოსახლეებს ჩაბარდება. დიდი მადლობა. მე ხლა გადავინაცვლებ ქეთი ადეშვილთან, რომელიც ასევე გვესაუბრება დირსის შესახებ. მოგესალმებით. დირსის სამშენებლო მოედანზე ვიმყოფებით ამჟამად. ჩვენ ვახორციელებთ საბოლოო სარემონტო სამუშაოებს, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები ბინებში, ხდება გარე ფასადების მოპირკეთება, როგორც სადატყობთ უკვე ეზოები მოვამზადეთ, ვაწყობთ ახლა ბულვარს. რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ საინტერესო აქცია გამწვანება, რომლის ფარგლებში დავპატიჟეთ ჩვენი მობინადრეები, მათ საშუალება მიეცათ წვლილი შეეტანა თავიანთი ახალი გარემოს გამწვანება გალამაზებაში. საინტერესოა, როდის დამთავრდება მთლიანად ამ კომპლექსის მშენებლობა? პირველი ფაზა სრულდება ახლა 2014 წლის 28 ნოემბერს, გახსნათ ჩატარდება საზეიმო ვითარებაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ და ვუმასპინძლებთ ჩვენს მომავალ მობინადრეებს, ასევე მონაწილეების სახით ვიხილავთ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მასშტაბით. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, აქ გარდა საცხოვრებელი კომპლექსებისა იქნება დიდი ბიზნეს ცენტრები. რას თავაზობთ აქ მოსულ ბიზნესმენებს, რა პირობებია მათთვის, რომ აქ გააფართოვონ თავიანთი? მოგესალმება, დირსის უბანი ეს არის უნიკალური პროექტი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვინაიდან აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სოციო-კომერციულ ობიექტებს. გარდა ამისა, ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ რეკრეაციულ ზონას, ვინაიდან როგორც დავითმა უკვე აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ბულვარი და მალე გვექნება ატრაქციონების პარკი. რაც შეეხება კომერციულ ზონას, მეორე ფაზაში ჩვენ ვგეგმავთ სასტუმროს მშენებლობას და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას, რომელიც ჯამში 61,000 კვადრატულმეტრზე იქნება გაშენებული. პირველ ფაზას რაც შეეხება, ჩვენ უკვე გვაგამზადებული 20-მდე ობიექტი, რომელიც განთავსებულია ბულვარის გასწვრივ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კონცეფციიდან და მიდგომიდან გამომდინარე, მალე თბილის ახალი საყვარელი ადგილი შეემატება, სადაც თბილისელები დროის გასატარებლად მოვლენ. ეს იქნება ბულვარის გასწვრივ, ეს იქნება კვების ობიექტები და ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები, გააფართოვონ თავიანთი ბიზნესები და 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვაძლევთ უპრეცედენტო შეთავაზებას, კერძოდ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ფართები ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ანუ გათავისუფლებულები იქნებიან საიჯარო გადასახადისგან და ისინი შეძლებენ ეს რესურსები დააბანდონ ფართის მოწყობაში და შესაბამისად მალე ვიხილავთ უკვე ახალ ბულვარს, ახალ უბანს 2014 წლის 28 ნოემბერს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებასთვის. მე კი ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ ვისაც სურს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ თქვენთვის საცხოვრებელი ადგილი, მე მგონი დირსიში ძალიან კარგ პირობებს გთავაზობენ.